აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს 16 დეკემბერს უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის პროექტზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ მისვლას თხოვენ. გადაწყვეტილება ბიუროს ხდომაზე მას შემდეგ მიიღეს, რაც საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის რედაქტირებულ ვარიანტზე ისაუბრა. დეპუტატების უმრავლესობა აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა საზღვაო აკადემიის 950.000 ლარი დაფინანსების საკითხი გათვალისწინებული არ იქნა. ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების განცხადებით კი აჭარის მთავრობამ არც ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი შენიშვნა არ გაითვალისწინა. 18 დეკემბრის სესიაზე გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს აჭარის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა უმრავლესობა. უმაღლესმა საბჭომ მიიღო ბიუროს ხდომაზე გადაწყვეტილება 15-ში იქნას დაბარებული მინისტრი, რადგან მივიღოთ არგუმენტებული პასუხი, რატო არ მოხდა გათვალისწინება იმ შენიშვნებისა, რა შენიშვნები ჩვენს კომისიებს თუ ფრაქციებს ჰქონდათ. ეგ არის აკადემიის საკითხი, საზღვაო აკადემიის საკითხი, მუნიციპალიტეტებზე კაპიტალურ ტრანსფერებთან დაკავშირებით ძალიან დიდი სხვაობები არის და ასე შემდეგ. ფრაქციის შენიშვნებში ჩვენ ვთხოვდით, რომ და სწორადაც ვთხოვდით, რომ თვითმმართველობასთან კონსულტაციები გაევლოთ და ის პრობლემა მოეგვანა, ეტყობა რაღაცა გაუგებრობის პრობლემა იყო, მინისტრმა არასდროს გაიგო, რას ვთხოვდით ჩვენ. თვითმმართველობაში ჩვენ მყავს წევრები და ვთხოვ, რომ თვითმმართველობამ მოთხოვონ კორექტირებული ბიუჯეტისათვის უკვე ის პრობლემები, რა პრობლემები ჩვენ დავსვით და სადაც მიგვითითეს, რომ ეს არა მისი, არამედ თვითმმართველობის კომპეტენცია.